მოდით დღეს ცოტა რამ ვისაუბროთ გადაცემათა კოლოფებზე, Subaru-ს კოლოფების მაგალითზე. მე აქ მაქვს ახლა ეგრეთ წოდებული ტარიჩნი, სადაც ხიდის ღერძი ეყრება. და მაქვს კიდევ ავტომატური და ტიტრონიკი გადაცემათა კოლოფების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც არის ფრიქციონები. ეს ტარიჩნი არის დეტალი, რომელიც ხიდის საშუალებით მე აი ეგ ღერძი გადის, აი ეგ არის ერთ-ერთი თავი ხიდის. ხიდის საშუალებით ბორბლებს ატრიალებს და პერუჩნის რასაც ეძახიან, რომელიც გვერდზე უდგას. ის არის ძრავის ბრუნს, რაც გადმოსცემს აი ამ კონკრეტულს რა. ამის საშუალებით მე უკვე ბრუნავს ხიდი, ყუმბარა და საბურავი. ესე იგი, რატომ წერ ამ ვიდეოს? რა უნდა გავითვალისწინოთ ზოგადად, როდესაც კოლოფებს ეხება საქმე. მარტივი ფიზიკაა მოკლედ. აქ არის 5 კბილანა 1 2 3 4 5. 5 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფია და 1 ეს, რომელიც არის სინქრონიზატორის ნაწილი. როდესაც თქვენ შეცდომით ან ნაადრევად, ან დაგვიანებით რთავთ სიჩქარეს, ამ დროს სინქრონიზატორი, აი ეს წვეტიანი რაღაცა ვერ ასწრებს, აი ხა ამ კბილანიდან, ეს ახლა ამ კბილანაზე არის დაერთებული, ამ კბილანიდან იმ კბილანაში გადართვას, ჩასმას, ასე ვთქვათ. და ამ დროს ხდება ესეთი რამ. ეხლა მე მიჭირს ცალი ხელით ამის გაკეთება, მაგრამ ეს დადის მოკლედ. ვიცით, ჩამოვწიო. აჰა, ჩამოვწიე. ამ დროს ხდება ესეთი რამ, აი ის ლატუნი რაც არის, მაგისი წვეტიანი კბილანები როცა ვერ ასწრებს ჩაჯდომას, ასე ვთქვათ. ეს ხდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ნაადრევი გადართვა არის გაუთიშავზე, ან გვიან უკვე როდესაც უკვე მოჭიდებული არის ეპლენია, მაგ დროს როდესაც აი აგვიანებ, ან ადრე რთავ, ამ დროს ის ვერ ასწრებს აი აქ ჩაჯდომას და ამისი ბრუნი იმას წვეთს. და ამ დროს უკვე ხრიალით იწყებს გადართვას. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ შეიძლება ამან გაუძლოს, მაგრამ 11-ჯერ ვეღარ გაუძლებს. პლუს ამას ეს კოლოფები არ არის სპორტული, შესაბამისად ძალიან მაღალ ბრუნზე 6-7-1000-ზე დავუშვათ, უჭირს ხოლმე ამას დასინქრონება და ძალიან ზუსტი უნდა იყო, რომ ეს დაასინქრონო და არ დააზიანო. უმეტეს შემთხვევაში სინქრონის არევის დროს კბილანები იმტრევა ხოლმე. ეს რაც უნდა ვიცოდეთ მეტნაკლებად მექანიკის კოლოფებზე. ну, როგორ უნდა გადავთოთ სწორად, მე ცალკე ვიდეოს ჩავწერ ამაზე. მაგრამ ეს გვეყოფა დღეს. რაც შეეხება აი ამას. ავტომატური გადაცემათა კოლოფი საერთოდ სხვანაირად მუშაობს. მან არის აი ესეთი ფრიქციონები და პლანეტარული კბილანები. ну, პლანეტარული კბილანები ასეთი წრე კბილანებია, ამისთან არ არის, ანუ შიგნით აქ კბილანები, კიდევ პატარა კბილანები ზის და შუაში კიდევ ღერძი აქვს. ну, მოკლედ სხვა სისტემა არის. როდესაც ამას ეხება საქმე, ამის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ზეთი უნდა იყოს კარგი. იმიტომ რომ ჩათვალეთ, რომ აი ესენი აი წებად განლაგებული ესენი ერთმანეთზე თანმიმდევრულად ჩათვალეთ, რომ არის პატარა, ესე ვთქვათ, სცეპლენიები რა, ერთმანეთზე მეჭიდებიან აი ეს დეტალი და ეს დეტალი. და ამის ხარჯზე იქნება გაწევა. როდესაც ზეთი არ ვარგა, შეიძლება ან გადახურდება, შეიძლება დაწვათ ეს ფრიქციონი და გამოვიდეს წყობრიდან ავტომატური კოლოფი. პლუს ამას ავტომატებს და ტიპტრონიკებს არ უყვარს მძიმე რაღაცების თრევა, ასე ვთქვათ, მანქანების ამოთრევა, ან დიდი მძიმე მისაბმელების თრევა და ასე შემდეგ. ძალიან დიდ ზეწოლას განიცდიან ამ დროს და ძალიან მალე ასე ვთქვათ, გამოდიან წყობრიდან. ამიტომ გაითვალისწინეთ. არც დასტვარტვა არ არის კარგი ამითი, არც მექანიკით არ არის კაი დასტვარტვა, როდესაც არა გაქვთ შესაბამისი მოჭიდების შესაძლებლობა, არ არის ეგრეთ წოდებული პლიტაფერადო და მახავი კი გათვლილი ამ ყველაფერზე, არ უნდა გააკეთოთ ეგეთი რამე. ან გააკეთოთ ისე, რომ ცოტა დრო დაკარგოთ, ასე ვთქვათ, სტარტის დროს და მერე აჩქარდეთ. ხო, ეს არ უყვარს მოკლედ ავტომატს, მძიმეების თრევა. და აქ არ არის წარმოდგენილი ვარიატორის ვარიანტი, ვარიატორი რკინის ჯაჭვზეა, კონუსური
ასე ვთქვათ, გადაცემა აქვს. ჩათვალეთ, რომ აქედან აქამდე რაღაცა ჯაჭვით არის გადაბმული. ხო და ვარიატორებს ზოგადად არ უყვარს ბუქსაობა რა, მოკლედ. როდესაც ადმე აი თოლში ან ტალახში ჩარჩებით, გადაავიჯეთ თქვენს ეგოს და თხოვეთ სხვა მანქანას რომ ამოგათრიოთ იქედან რა. იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ვარიატორი ბუქსაობს, ის ჯაჭვი უფუჭდება, იმიტომ რომ აი პრიალა ზედაპირზე, აი ზედ პრიალა ზედაპირზე არის რკინის ჯაჭვი მოჭიდებული და რა უნდა გაუძლოს ახლა, როდესაც ნორმას ცდება, ასე ვთქვათ, და მის შესაძლებლობებს ცდება, აუცილებლად გააფუჭებს შიგნით რაღაცას. პლუს აი ესეთი ფრიქციონები მანდაც არის და ესენი შეიძლება დაიწვას. ამიტომ მიუხედავთ იმისა, რომ Subaru-ა და ყველგან დადის და კედლებზე დადის და ხეზეც შეუძლია ასვლა, როდესაც ჩარჩებით თქვენივე ჯიბის ეკონომიისათვის თხოვეთ რომელიმე სხვა მანქანას ჩააბით და ისე ამოიყვანეთ. მოკლედ, რომ თქვათ და შევაჯამოთ, სიჩქარის სწორი გადართვა აუცილებელია და თანმიმდევრული, რომ არ გაფუჭდეს სინქრონიზატორი, ან არ დავამტვრიოთ კბილი. ძიმეების თრევა არ უყვარს და ზეთი თავის დროზე უნდა შეიცვალოს, ზეთი აქაც უნდა შეცვალოთ აუცილებლად მიუხედავად იმისა, რომ ეს მექანიკაა და გონია, რომ რავი 20 წელი უნდა ესხას ერთი და იგივე ზეთი, ესე არ არის, გარბენზე იცვლება ყველგან ზეთი. ზეთი კარგი უნდა იყოს და არ უნდა ვათრიოთ მძიმეები. ვარიატორის შემთხვევაში არ უნდა ვაბუქსაოთ ბევრი. ესა და ეს რის თქმაც შემიძლია ეხლა აქ. დაახლოებით 7 წუთიანი ვიდეო გამოდის, შეიძლება ბევრი რამე დამრჩა კიდევ, შეკითხვები დამისვით და გიპასუხებთ. თუ ვინმე რამე იცის კიდევ საინტერესო, შეგიძლიათ კომენტარში დაწეროთ და რა ვიცი, ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. დროებით.